გამარჯობა მოგესალმებით, კაცები კვლავ YouTube-ზეა, როგორ ხართ კაცებო? რატო ხართ დათო გავუპარცავ? დღეს ხარებაა, გილოცავ. ესეთი ჩვენთან ესე იძახდნენ სოფელში ხარება და ხარხარება, შენ ოჯახში გახარება. შემოირა. აი რაღაცა მითხარი, რატო ხარ გავუპარცავ? მაგიტო. გახარება ხარხარებას გამო? ეხლა და ჩვენ სოფელში. ამაღლებაზე რა ლექსიკონ და ჩვენ სოფელში ამაღლება, ამღამღება. არის ამაღლებაზე. მეორე კიდე კარგი ამბავი ისაა, რომ დღეს საღამოს ცივილიზაცია შეიძლება დასრულდეს ყოველ შემთხვევაში. კარგი ამბავი რატო არის? ტრამპმა დატვიტა, ხო? ტრამპმა ხო. ნასვამია და რაღაცეებს ტვიტავს. ხო, არა, სუფრაზეა და მოიცა ხა გაცინოთ და ტელეფონი არის. სულ მგონია რომ დაკარგულია username და password და ვიღაცა შედის და მაიმუნობს. ჩართული რჩება. ხო. მაგრამ თვითონ ისეთი ტიპია რომ ბოლომდე ვერ იტყვი რომ ვიღაცა მაიმუნობს. შენ არის მზადები რომ რამე იყოს მარტო. მე სულ მზად ვარ. თავშესაფარი და ცივილიზაციის რა თქვა უნდა. სად? ის გამოქვაბული რომ გავსო. თან მაგიტო არის პარსავს რომ შეესაბამებოდეს იმ გამოქვაბულს. აჰა, ხო მიხვედი შენ თვითონ პასუხად. რატოა გაუპარს? პასუხს კი არ ვეძებდი რა. პასუხს თხოვდი? ხო. რატო ხარ გაუპარს? ბიჭო, ეხა უთხარი, ხარხარება როგორ არის? ყველა გაუპარსავ ისის. მე როგორ გავჩუმდი ხო? და მე შენი მაინტერესებს. ხო და მე მომივიდა ესე. სამართლებლები გაძვირდა რაღაცა თვითონ. აუნერვიულდი დილას ეს რომ გავიგე. დენის საპარსით ვიპარსავ და დენი გაწვირდა. დენი გაძვირებულა. მე და გიტენი. ეგ კიდე ახალი კარგი ამბავი დენი გაძვირდა. ძალიან კაი ამბავია კი. კაი ამბავია. ბენზინი? შესაბამისად. ბენზინს გაძვირდა. ბენზინი არის, ბენზინს გეკითხეთ. ბენზინს გაძვირდა. მაგარი კითხვების წინით არის. ვერ არის ეს დღეს რაღაცა. ისა ტრამპი ვერ არის ამდღე. ბიჭო, ზიხართ მუდოები ვწდით პრამე გათქმევინოთ და. აი, ჰა. რა მუდო. ეხა მიუტრიალდები თურქულად რა ისწავლე, მე ხელი ვიხილ და შეშვიდე გადაცემა ერთა იგივე. ესეც ვერ სწავლა. ესეც ბუქსაო. არა, ეხა ისეთ იმას შევედი, რომ ვერ ვიმახსოვრებს იმსი. ადგილის და დროის გარემოებებზე ვარ. და რთული. ეს რა ფერია დათო? მე წავიდა წამოვიდა ამას მიადი. ეს არის რა თუნდა მოჭინა. მე იყო შეგიძლია შეხედო და თქო. ცისფერი ნაცრისფერში. რურჯისკენ რა. ბენზინი და რურჯი. რულჯი. კაფელის ფერი, ესე რომ დავარქვა. თვითონ რომელ კაფელზე გვეუბნები? აი ასეთი კაფელები. კაფელის ფერი მათვია? ფაქტურას იძახის, ანუ ეს წერტილები როა. რა ჩემსასაც სპონსორი კაფელი არა აქვს. აჰა, ეს გინდოდა ხო? აჰა. იმას ეს ნუ ჩავიწერთ მოდი გადაცემა. იმათ ხართ ყველა ათროვებული. თვითონ მოღეღილი და გაუპარცავი კაცი იძახის. თვითონაც ძველი კაფელის ფერია ადრე იყოს. სკოლებში. თურქული სწავლიდან შემოაგდო ეხა ეს ეტყვა ფერებს ვერ იმახსოვრებს და კაფელის ფერი ისეთია, ყველაფერს კაფელი არის. ის გადმოწერა რა. კაფელში კი საპი გადმოწერა. ჯერ ხერებზე. ფერები ვიცი. ვიცი ხო. ყავისფერი იცი როგორ? იქაც ყავისფერი, ყავის განქვია სახე. ყავა ხო ყავა არის იქაც და შესაბამისად ფერი. ყავისფერი წყავიდან გამომდინარე. ფერი როგორ არის? ფერი. ყავის ფერი. ყავა გავიგეთ რომ ყავა. ეგ არის სიტყვის წარმოქმნა ის. ყახვე რანჯი არის ყავისფერი. რანჯი ფერია და ყახვე ყავა. და ისა რა ქვია? პორტოხლის ფერი იქნება ორისფორ ისა რა ქვია? როგორ? ცუდად დაიწყე, მაგრამ იქ პორტოხალ ვერანჯი. არა, პორტოკალ არ არის, თუ ბერძნულად არის პორტოხალი. არის იმათ. თურქულადაც პორტოკალ ვერანჯი იქნება პორტოხლის ფერი. პორტოხლის ფერი რომელი ფერი? პორტოხლის ფერი. პორტოხალი არ კაპელი კაი გაგდეთ. მოვლილი გაგდა. პორტოხალი არ შეხვდა არცა. თურუნჯი არის ორენჯი. და პორტოხლის ფერი არ ვიცი, ეგეთი ფერი ქართულს არ შემხვედრია.
სად დადიხარ ეგ? რა წინებს კითხულობ? არის პორტოხალისფერი შენ როგორ სად შეხვედრია? ბევრ განუდგევ რაფერია პორტოხალისფერი? ნარინჯისფერი გაგიგია? ეგ არის, ეგ კი. ეგენი არიან ესე. გააჩნია პორტოხალის დამწიფების რომელ ეტაპზე? სტაფილოსფერი? გაგიგია? კი და აქ მასწავლებელი რო ყავდა, გვითხრა რომ არ არის სწორი ფერი. სწორი არის ნარინჯისფერი. რატო? სხვა ფერია, აი იმას რო არის. ისი მასწავლებელი ყავდა სტაფილოს გვაწევი. ისეთი ფერი აცვიათ იმ თვარეზე რო გაფრინდნენ. ეგ არის. აი ესე ხავერდოვნად გადავიდა. ამ თემაზე, მაგრამ ეგ თემა მე მაგ და გადავიდეთ მაშინ ახალ იცი რა თუ ამბებს. მე დებილობა გითხოვს. კი. კაი, თუ გინდა მე მეკითხავით რომ კატეგორია არ დაადგა საშველი, ესეთი არის პირველივე რა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელზეც ვარკეთილის მეტროს ზედა ვესტიბიულის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერდა. ის ხო გახსოვს რამდენი ხანია დაწყებულია. იმიტომ რომ რაღაც ბზარები აღმოჩენს, რომელიც რაღაცა სტანდარტ დასაშვებზე დიდია და ამიტომ შეაჩერეს და არ შეიძლება რომ გაკეთდეს ალბათ ეს რამოდი ჯერის ბზარებს უნდა მიხედო. მაგრამ მაინტერესებს ვარკეთილის მეტრო უფრო ადრე დამთავრდება თუ საგრადა ფამილია? ის დამთავრდა. არა. არა დამთავრდა. ის რაც დაიწყო მშენებლობა არ დამთავრებულა. არა, უნდა დამთავრებული იყო 2026 წელს. ხო, მაგრამ რაღაც ბზარები აღმოაჩინეს. მაგრამ ის არ არის მთავარი მაცხოვრის ის რაც არის ის არა. ბანუ ბზარების მარკ შეიდერის საქმეა, ხო? ბიჭო, რომ აღარ გავაკეთოთ მეტროთ, რომ აღარ გააკეთდეს და ისტორიულ ძეგლად რომ გადაკეთდეს, კონდეს ბზარები უხდება ისტორიულ. არა, მე მაგ კარგი იდეა. ბზარები და ესეთი თუა გამოყოფულად რომ გადავაკეთოთ. და მეტრო გავხსნათ ნიკოსეთში. იქ ვაფშე გრატკია. ბზარის დასახი არა. რა ბზარები ნახეს? ვარკეთილი იხლიჩება. ექსპერტიზა ჩატარდა, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით 23/09/2025-ის დასკვნით არის რაღაც ბზარები, რომელიც დასაშვებზე დიდია და არ ვიცი ხარ ასე ბზარების ამოუსება არ გუშველის საქმე. ეს ბზარი აქ იყო, რაღაც ეგეთ მსჯელობა იქნება. არა, ეხა ბზარები თუ ნახეთ, თავარი რა არის, ის სიმეტრიულად იყოს ეს ბზარები. ანუ აქეთ თუ ნახე, აქეთაც უნდა გააკეთო და მე უკვე ეს ორნამენტია. მე შეფუთვის ამბავი. ხო. ნეტა ეხა მაინც თუ ყავს ერთი ორი კაი მარკ შეიდერი, ის როდის ნატრულობდა ის. ვაჟა ზაზაევიჩი. ალბათ ყავს, რახან ეს ბზარები ვიღაცა მიპოვა. იპოვა ხო, მაგრამ გაჩერდაო სამუშაოები. ამოვსება კი არ დაიწას, მარკ გაჩერდა. შეიდერი კი არ აუსებს მე რა. ის პაულობს. მარკ შეიდერი პაულობს. აბა, შემსებს რა ქვია. მლესავი. სავი ხელო ვარდნა იყო. იგი არ ელოდა. ესე დონეზე თუ ჩამოვიყვა. რომ მივაწვეთ ვარკეთილს აქედან და იქედან არ დაჯდება? ხამუტოზე რო ავიღო. ხამუტზე რო დავსვათ ეგ მინდა და ხამუტებზე რო დავსვათ. შემდეგი ახალი ამბავი არის კატეგორია მარტო იმაზე ფიქრობენ როგორ გაამწარონ ხალხი. ესეთი კატეგორია. შოტლანდიაში კრემაციის ალტერნატიული მეთოდი მოიგონეს თუ და დანერგეს თუ რაც არის აკვამაცია ქვია. ეგეც წოდებული წყლის კრემაცია. ყინავენ და ლეწავენ? არა. არა ყინავენ რაღაცა კამერაში სადაც ვაკუუმია, იქ უშვებენ წყალს, რითი რაღაც ჟანგით და რაღაცით. მოკლედ წყალთან ერთად ახურებენ წარმაღალ ტემპერატურას. ადუღებენ ქვია. ტუტე ჰიდროლის უშვებენ შიგნით და მე რაღაცა რაც ორგანულია ყველაფერი იფიდება და მხოლოდ ძვლები რჩება რა. და მე ეთქობა იმას ამუშავებენ და იგივენაირი მასა მიიღება როგორც დაწვის დროს. ოღონდ თეთრი ფერის არის და იგი ოღონდ და ორჯერ მეტია. მუღამი რა არის, იცი? ფაქტიურად უფრო მეტი ბაბუა არა, ქოთანში ბოლი არ არის რა. უფრო მეტი ბაბუ არა დებილო. ხო, რა ვიცი, უფრო ბევრი რჩება. არა, ბოლი არ არის. ანუ ბაბუა ჩემი სუნი მცემს აღარ არის რა. ეს არის მაღალი წნევის ქვეშ და საერთოდ არ ბინძურდება. ხო, ეკოლოგიური კრემაცია ესეც ეძახიან.
და ძალიან მაგარი არის იგივე დანიშნულებით გამოიყენება ეს ნარჩენი როგორც ფერფლი და დანიშნულება მაგარი ან ახლობლები გაინაცილებენ კიდე ან მიმოფანტავენ რა ის სასუქია ფაქტიურად ამ ხელდამუშავების მერე არაფერი აღარ იქნება იმის რასაც ფასი როგორ არის კალიუმი, კალციუმი რაღაც ესეთი მიკროელემენტები არის და ფასი ხო არიცი არა ფასი შეთანხმები ხო არის რომ მიცვალებული პატარაა იაფეს დიდია ზორბა კაცი იყო ზორბა კაცია ძვირიღეს იმაზე რომ ენერგია იხარჯება წონის მიხედვით არის ხო არ ვიცი ასე თქვა აბა ესე წონიან მიცვალებულს და შეგიძლია უთხრა რომ ერთი 10 ლარის რო გამიკეთო და ბოლომდე ცნობს ახლა 10 ლარის ნაწილი რა დამარხო ნაწილი აი მე ეს არ მინდა აბა ის დაწვა გიჩვენე დაწვა მერჩენია ხო ნაღდია კი კაცო მეც რო აი ეს ბიზნესი რომ მინდოდა წამო მეც ყო მე ცეცხლი რა ეს ჰიდროკრემაცია რატო გინდოდა ეს ბიზნესი ეს ცეცხლის სტიქის კაცი ბიჭო აღარ არის ადგილი აღარ დარჩა მალე სასაფლავები დაიკავებს მთელ ქალაქს და ეგ სხვა რაღაც ბრალია იმიტომ რომ არ ასაფლავენ ზემოდან წესი 15 წლის ზემოდან ეხლა სასაფლავები ესე ხო სიგანეში მიდია შენ კიდევ სიმაღლეში ცათამბჯენი სასაფლაო აი ესეთ სახეობები აი კორპუსი რა შეიძლება თვალახაში რა სასაფლაო ხო აქ რა ცხოვრობდა ცოტა სასაფლაო რო დაგადგება თავს რა მოხდა მე არა და იგივე კარგია კაცო მე ვიძახი და იგივე ადგილზე სადაც დასაფლავებულია ადამიანი 20 წელი რო გადის არაფერი აღარ რჩება და იქ რო დაასაფლავო ხო მაგრამ ხო ზემოდან უნდა დაასაფლავო ხო ის მე ზემოდან რა მოცულობა კი არა აქ როგორ არა ვიდე მაშინ 20 წლის მერე უნდა დაუბრუნონ ფული ჯერისუფა რატო ის სასაფლაო იმჭირისუფლის არის და ის დაასაფლავებს და ვის უნდა ისე თვითონ თავისი ხო ვიღაცა კი არ მოვა რომ ისე თქვენ თუ არა საფლავებს არ ზელე ამატებთ თუ არა ყავს ამდენი მკვდარი მაშინ გააქირავებს ხო მაგას ვანგო გააკირებს ჩამოსულ მიცვალებულს ვიღაცა ხო არის ჩამოსულ თავისი მიცვალებულით კი რა თქმა უნდა ცოტაში წასვლას აპირებს და დროებით აქ ეყოლება ხო რამდენი რამე უნდა დაიბარო კაცმა ხა სანამ მოკვდები ანუ ეს არ მინდა წოწყლის რაღაცა კიდე თუ ვაი და დამარხეს ზემოდან სუკანი კაცი არ დამარხეს იწო რამდენიმე ზემოდან იმას არიბარებ რა შრიფტით უნდა დაგაწეროს აკად ნუსხურად დაწერეთ 16-ია არა იტალიკი ხო იტალიკი უხდება საფლავს რატო უხდება ფოტო მინდა ეს არა ამერიკის ვიზისთვის ცოტა სხვანაირი ბიომეტრიული აქედან რომ შეხედავ და ჯორჯია რო წერია ხო წლები გინდა თუ მარტო სახელი და კვარი შემოვიფარგლოთ იყოს რა გაი ორივე გინდა დაბადებისაც და ისი ოღონდისა რო ციმციმებდეს რა წლები ხო ნეონი ისა სურამში რო იმებს აქვთ ნაზუქის რადვინუტის ნაზუქის რაღაც შემოხვეულები რო ციმციმე ფოტოს მაგიროთ პატარა აიპედი რო ჩადო და შენი ხუთი სურათი რო იცვლება ეხო გავიარეთ ერთ-ერთ პირველ გადაცემაში კაცო ხო მაგრამ არ დაუკარგავს აქტუალურად აი შემდეგ ახალ ამბავზე გადავიდეთ კატეგორია სულ ზევით მაღლა და მაღლა გადავიდეთ ვაგრძელებთ იმ თემას ხო ეს ჩანელას თემა რაც ახსენა რომ ჩემი ამ ფერის ისინი აცვიათ ფორმები ვინც მიფრინავენ არტემის 2 მისია რომელიც უკვე მე მგონი შემოუარესტრე და ბრუნდებიან დედამიწისკენ ხო და ისიც დაფიქსირდა ყველაზე შორს დედამიწიდან გასწრენ ხო წინა აპოლოს 12-ის ხო თუ 13-ის 13-ის მე მგონი აი ის რომელიც გასცდა რომელი იყო ვიცი ხო კონფერენცი რო იყო კაცო წასული იმაზე 6000 კილომეტრი შორს გავიდნენ ან დიდ ორბიტაზე გამოვიდნენ თუ არის და შემოვიდნენ სახალისომებიც მოხდა რა თქმა უნდა ტუალეტი გაუპუჭდათ რა გააკეთეს მერე მაგრამ აი არ ვიცი აქედან ავიდა ვინმე მისტერ მასტერი მე იმაზე წაყვანილი ყავდათ ხო სანტექნიკი ეგეთი საჭირო კაცი სულ უნდა გყავდეს ექსპედიციაში იმიტომ რომ იღუპები რა უწყლოდ ადამიანი ძლებს 3 დღე
ხო და უტუალეტოთ და თან ესე ჩაკეტილ გარემოში ერთი კაცის მარცხი დანარჩენის აუტანა ცხოვრებას არა, იმიტომ რომ იქ მარცხის მერე 2 საათში სხვისი მარცხი მოყვება იმ წუთში. მაგრამ მან არ შეიძლება რომ ეგრე გაგუჭდეს გავალ იქვე გავალ ღია კოსმოსში. წესით უნდა იყოს, რა თუნა გასვლა რაღაცა ნახრეტი რო ქონდეს რომია კაი კუშასავიერ გააყო უნდა მოუჭირო და ძალიან ბევრი ფოტო გადაიღეს მაგისი როგორც ვიდავდა ალბათონი გისო სელფი ნახეთ გაჭედა ერთი ინფლუენსერი რო წაიყვანა ანუ ხო სანტექნიკოსი და ინფლუენსერი დაამატა ინფლუენსერი სანტექნიკი უკვე ისა ხო იდეაში არის ძალიან დიდი მისიის ნაწილი ეს პირველი მომზადება მთვარეზე მეორეჯერ დაждომისთვის მერე არის მომზადება მთვარეზე ბაზის გასაკეთებლად რომ მარსის ექსპედიცია გამოვიდეს რატომაც წრეზე წავიდნენ და ნახეს იყო რომ ეძებენ კარგ ესეთი კვლევა არსებობს რომ ღვიმეები არსებობს დიდი ძალიან და რადიაციისგან რომ დაიცვან ეგ დაიცავს და იქ უნდათ რომ გააკეთონ ბაზა რა იმ დროს ზედაპირზე ბაზად რთული გასაკეთება ღვიმე გამოქობულებს და კიდე მოვა იქ ხალხი და შემეხვეწებ მაგრამ უნახიათ რაღაც ღვიმე და იქ რაღაც ბზარებია რომელიც უბრალოდ სანამ შეგეხვეწებია ჯერ მოვლენ ტუალეტის ვახარ მაგარი რაღაცა თქვი კომანდის მეთაური რა რო შევიდე პირად საუბრებს უხდება მთვარის გავლენის ზონაში რო შევიდნენ თქვა რომ დღეს უმნიშვნელოვანი დღეა და მე ამეთქი მოაყოლებს რომ მთვარისთან ძალიან ახლოს მივართან რაღაც გავიგებთ რომ რა შესაძლებლობები აქვს ჩვენ ხომალდს პირველი ის არის ამ ხომალდისთვის წასვლა იმიტომ გაჭედა ეტყობა იმ ტუალეტმა და მნიშვნელოვანი იყო იმ მთვარის კუთხით კი არა ხომალდის კუთხით არა ეგ იმიტომ ითქვა რომ მნიშვნელოვანი ყველა დემონსტრაციულად შეაქცია ზურგი არა ეგ იმიტომ ითქვა რომ ახალი თაობის ხომალდია და იმ შემთხვევაში თუ რაღაცა გამომართავი იქნება გრავიტაციით მაინც შეძლებს უკან დაბრუნებასო ხო ისე ტრაექტორია ისე არის აწყობილი რომც გამოერთოთ ძრავი მაინც უკან ბრუნდებიან დედამიწაზე მთვარიდან რა მაგარია ეგ კინოებში აქვს ნახე ხო ო იქიდან წამოიღეს რა თითორისი გამაცნიერების იმედად ჩემი მტერი ის ფერი რატო აცვიეთ ხო აი მანდიდან დაიწყო ყველაფერი რატო აცვიეთ ეს კარგად რომ დაინახონ თქვი თქვენი ვერსია მე მეგეტყვით მე ზუსტად რა გითხრა იმ კაცმა არა წავიკითხე კულუარულ საუბრებში მე მგონია რომ უხდება და იმიტომ აცვიეთ ერთი კი ბატონო მე ეს ერთი და დანარჩენს ხომ ყველა სხვა ფერისგან გამოირჩევა და ადრეულით ასანახი რო იყო ადვიად რომ დაინახოს ვინ ერთმა მეორე ან მეორემ პირველი აბა აქედან ვერავინ ვერ დაინახავს ახლოს ხარ მაგრამ არ არის თქვი ეგ არის აქ რო ჩამოვლენ თუ წყალში ჩასხდნენ იქ რო იოლად იყო წყალში ჩაჯდებიან მაგრამ წყალში იქიდან კი არ ხტებიან კაფსულა ვარდება ხო და მე მოვიდეს კაფსულა აი ეგ ჩვეულებრივი ის არის რა ყველა სპეცსაცმელი ისეთ ფერით არ შერჩეული კარგად ჩანდეს ეს მნიშვნელოვანია რომ მაშუერმა ზვიგენს მიასწროს ხო მაგრამ იქ რო ჩამოვარდნენ თქო გურიაში სადაც მინახავს რომ ესეთი ფერის ამ შენებლობაზე ალომიცა მინახავს გურიაში ესეთი ფერის ნიადაგში თუ და თავის ფეხით წამოვა გოზურგეთამდე რაღაცამდე მაკვანეთამდე არა ბათუმამდე ჩარდა ზღვაში ისინი დაინახავენ მართლა მაგიტო აქვთ ხო რო აქ წყალში ჯორი ჩადაულობი მგონია მაგრამ რაღაცა გათვლილი იქნება ხამე რო ჩავარდნე ნუ თუ ამდეს ვერ ფიქრო არა იმიტომ რომ ეს კაფსულა რო ვარდება ის ტივტივებს და იქიდან მარტო ვერ გამოხვალ თუ არ მოვიდა ის გუპი რა ანათებს და კვიტინებს და ეგრე რო იყოს ყველას ჟღალთმიანს გაუშვებენ არის მაგრამ დაიბრაკა შეხება გეზოგე სტაფილოსფერებას პერანსარჯობია ფანარი მიცენ და ბოდიში უხდებათ და მაგიტოა მეორე ვარიანტია ჭუჭყის ამტანი ფერია კი ბატონო აი რაღაცა ტიპის არა სად არის კოსმოს ჭუჭყი სადღაც აი ეს ხელს უჭერენ ჭყავ და ერთი წამი კაცო ტომატიანი საჭმელს ან
იმას სტაფილოს. სტაფილოიან საჭმელს ან ფორთოხოც რომ არ ემწყობა. აი ის რო კორეული სტაფილო. ჩამოიბერტყავ, კი. ხო. არ ეთყობა. აი ეს აჰა. გამოსა. მე აი, გავხსნა ხახტა ტუალეტი ვერსიები. არ ეთყობა. კიდე რა დაგისახელო. და შენ რაღაცა ზღვაში თუ ჩავარდნე გამო. შემდეგი არის კატეგორია უნამუსობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი. ხშირად ხდება რომ საპირისპირო ხუმრობას ისეთი არ გამოდის ხოლმე როგორც ჩაფიქრებული იყო და NBA-ის ერთ-ერთ შეხვედრაზე შუალედში ხო ცხადდება ხოლმე რაღაცა კონკურსები. რაღაც ბევრი რაღაც გასართობი და ერთ-ერთი ეს კონკურსი იყო რომ თვალება ხვეული ვინც ჩააგდებსო $10,000 შუქნითო. და ვიღაცა უხვეს თვალები იმან ისროლა და ააცილა, მაგრამ ატეხეს ყველამ ერთი ამბავი დადგმული იყო რომ ვითომ ჩააგდო და აი ეგერა. და ისა გამოწერილი ჩეკიც მისცეს რა. ააცილა და ხალხი აყვირდა რომ აი ნახე რა ჩააგდეს და უხარიათ და ნახე და შემოეხუვნენ და გაუხარდა იმ საცოდავს. მოიცა რატო საცოდავს? და ამას ატყუებენ ვითომ ჩააგდო ხო ააცილა და $10,000 ჩეკიც გამოუტანეს ვითომ ესეთი ნამდვილი და და ეხა ბოლოში ამოარტყამენ პანჩურს და გააგდებენ. ამ 1 აპრილია. ბოლოს შეეშალა და გამეორება აჩვენეს მონიტორზე. იქვე დარბაზში. მართლა? და დანახა იმას? აი უყურეო. არა, ეს სპეციალურად აჩვენეს. რატო სპოილერებს ეს? არა, კაცო, სპეციალურად აჩვენეს ამ დროს, კი არ შეეშალათ. აჩვენეს რომ აქ უკვე გარკვეული იყო რომ ააცი. და ნამხელათი ააცილა. უყურებთ, ხედავთ. ფარსაც აცი. როგორც ცივაც არტვე. აუ რამდენიმე წამი რა ბედნიერი იყო. რაღაცები ხო იყიდა ტვინში უკვე. და მე ეს დანარჩენი რომ ამებს არ თმევდა ბედი. ამერიკიდან ჩამოსაყვანი მანქანაები. რა წყალი ბიჭი. არა უშ. არა რაღაცას მიცემდნენ მე მგონია. მაისურს მაინც მიცემდნენ მე მათქოს. შემდეგ არის კატეგორია ყველაფერს თეთრეული დაარქვეს. ამდო ვიდეო. არა მე მეგონა მართლა იყო AI იყო. ეხლა ეს გაიწელება ალბათ. ალბათ ხო რაღაცა ყველი უნდა გაიზილოს რა. არა ამან არც გადაიფარა. ეს საშიშია რამე რა შეგიგორდეს რა. არა კურტუმო იქით აქვს. კურტუმოს ჩადებს თავს. ეს თევზში. ზეძინა. აუ ბიჭო მაგას ხახვის ბალიში უნდა ქონოთ. ეს ვირა არის? ეს ის არის რა ლაზანია მე. ხო. ეს ბურგერი. და ხორცი დაიფარა. ხო, ყველზე დაწვა და ხორცი დაიფარა. დოგ. ეს რა? ეს ცომი. ლუდი და კაფე. კაფე არის. კაფე ხო. აუ ეს ტორტში წვება. ეს ძალიან პრაქტიკული არის კოსმონავტებისთვის. ესეთი ვერსიები გამომზადები AI-ის. შენ რომელში ჩაწვებოდიდათ? აქედან შენი რომელი? ჩემი ლოგინი მირჩევნია. არა, ასარჩევა, ნუ იცი ხოლმე ეს რაღაცა ჩემი ლოგინი. სოფელში წამიყვანი კარგად გავხსნა. აი ზუსტად ეგ. ჩემი გახელმი ნასკერი რა. კარგად გავხდეთ. ვისაცოდებ. ხო და რაღაცა თქვი რა. ამდენი საჭმელი იყო. თქვი რომ ვიხუმროთ იმას რომ ესა, კარგი ეს ქაბაბი. არ იყო კაბაბი. ეს სომერში. არა მე წადი ისე შენ ლოგინში ჩაწეკე. აი დაიცა რეკლამაც არ გამოვიდა. ეს არ მინდა. ეს არ მინდა. ხო, ეს არ მინდა. პიცა? ეს სამკუთხედი დებილოგი მინდა ეს. ნატო შენ ხო ეგეთ ტანი გაქვს ბოლოში წრილდა. ნუ მაგრამ გადატრიალება ხო მინდა. არც ქათამი არ მინდა. თევზი მithulet ეს. კატეგორია ბავშვი რო დაქცინებს. როგორ კვდებიან ამერიკულ ფილმებში, ან სხვა ფილმებში როგორ კვდებიან ბავშვს აქ პაროდია გაკეთებული. ან სხვა ქვეყნის ფილმებში. ვა, იგარი, კორეულ ფილმებში. რა ნიჭიერი ბავშვია. ძალიან პატარაა თან და მაგრა აკეთებს აშკარად.
შეიძლება დიდია და პატარა ბავშვის როლს თამაშობს. დიდი კაცია. არის 32, 35 წლის. ვაუ. ეს ბავშვი აი დავიმახსოვროთ და ნახავ შენ რომ გამოჩდება ჰოლივუდში. თუ არის ნაღდი ბავშვი და ესეც ის ნეიროვის არის. სტუმრის ნაწილზე გადავიდეთ. გადავიდეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მზარეული მიშა ავსაჯანიშვილი. გამარჯობა. შეფი უნდა მეთქვა მაპატია. არა უშავს, არა. რა განსხვავება მზარეულსა და შეფის შორის? უბრალოდ შეფი მთავარია და მზარეულები აი, მომეჭრეთ. ამ მზარეული წარმავალია შეფი მარადიული. არა, მზარეული კლიპიდან იწყებ და ხდები შეფი. იცი როგორ არის ქვარვა აგდო მზარეულს დაეცემა და შეფი არ არის მაგდი. ხო. კაი, შეიძლება რომ ხო მიხსნით, რომ მიხსნით, ხო ვიგებ. კი, მზარეული ახლა თუ რაღაც ნიჭერი გამოდგა, ბევრი შომა გახდება შეფი. შეიძლება შეფი რო ჩამომზარეულდეს? ვაიმე, იდეაში საქართველოს ძალიან ბევრი შეფი უნდა ჩამომზარეულდეს ისეთი. ანუ არ შეიძლება. არა, შეიძლება, მაგრამ არ არის მიღება. არა, ხო შეიძლება, მაგრამ არ არის. ანუ შეფი თუ გახდეს, სულ შეფი იქნები? ხო. წოდება. ხო, ნოტარიუსი და შეფი. თანამდებობა. წოდება თუ ნამდვილად? წოდება უფრო თანამდებობა. აზნაურივით არის? ხო, შთამომავლობით გადადის. შემობა არ გადადის. სხვათა შორის საქართველოში არა, მაგრამ არის სოფლიოში ცნობილი შეფები, ვისაც შვილები და შვილიშვილები შეფები. გვარებით მოდიან. დედით გადადის თუ მამით? მამით გადასული ვიცი, დედით ჯერ არ გქონია პრაქტიკაში რო ვიცოდი. შეფი ცოტა ისეთი სიტყვა ჩვენ იმაში მენტალიტეტში ცოტა კორუმპირებულიც შეიძლება იყოს. მზარეული ისეთ ნეიტრალური კაი კაცია. შეფი იდეაში მარტო ამ სფეროში არის შეფი. საქართველოში სხვა სფეროებშიც აძახიან, მაგრამ სოფლიოში შეფი მხოლოდ მზარეული არის. ეს ქართული ძველი იმიდან მოდის შეფი. შეფი მოვიდა ბიჭო. ძველი კომუნიზმის დროით. ცეხის ხო და ცეხიში. უფროსი დირექტორი. აი, ანუ ეს არ ეწყინა რა. არა. თან გავერკვიეთ რა. ხო, ეგ და მე გავერკვიე, თქვენ რაღაცა ის იუმორისტ რო კომიკს ეძახიან. ცირკი. ცირკი კიდე აი კომიკი რაღაცა. რა ხდება ქართულში ხო? ქართულ კულინარიაში აგიც. ცოტა რაღაც კაი რამებზე რო ვისაუბროთ. კარგ რამები. მაშინ რა ხდება გემაში რა გერმანულ კულინარიაში? არა, თავისუფალდება. ნებისმიერ კარგ რამებზე. არა, ქართულ გასტრონომიაში რა ხდება და გაჩერებულია მართლა გაიაფდა? სხვათა შორის არ გაიაფდა, ჩემთან გაძვირდა პირიქით 65-65-ია და სად გაიაფდა? სად ყიდულობ? უბნის მაღაზიაში. აა 60 იყო 65. უბნის მაღაზიებს არ დაუდიათ ეგ პირო. რაღაცა 4 მაქსელმა დადო, ჩვენ გავაიაფებთ 5 იმით. არაფერი არ გაიაფებულა. რა ვიცი, ეგ ხო თვითონ ქათამთან უნდა მოილაპარაკოთ. ქათმები წავიდნენ წინააღმდეგ. მაგ ხუთი თეთრით იაფად მე კვერცხს არ დავხეჭი. არა, რა ვიცი, ბოლოს რაზე მოილაპარაკეს? დააკლეს. მაგრამ კვერცხსაც ზომაში დააკლეს ქათმებმა რა. ზომაში კი არა, თვითონ იმაშიც რა ქვია, კანიც ისეთია, რომ შეიძლება ხელში ჩაგატყდე. რომ ეხავ ესე რაღაც იშლება. კალციუმი დააკლეს რა. გააფუჭეს კვერცხი, კვერცხი, ჩემ დროს იყო კვერცხი. ფერიც თუ აკვირდები, სადღა ის ფერი. კვერცხს რო კონდა, კარიჩნი რო იყო კვერცხი. კარიჩ. ღია ფერი რაღაცა ყვითელი. მართალი. ეხლა არის კვერცხის გაყიდვის სეზონი, აღდგომა მოდის და ჭახაჭუხი და ამბები 60 კვერცხი და ეს. ხო, მაგრამ შეფებისთვის ეხლა არის პასკის პერიოდი. კვერცხის მოხარშვა ეხლა შეფი არ ჭირდება, მაგრამ ზარეული გერ მე პასკასაც ხომ უნდა კვერცხი. პასკასაც უნდა კვერცხი იდეაში. მაინც კვერცხის სეზონი. ეს ტრადიციული ქართულს ვერ ვიტყვი ალბათ რა, ანუ პასკა რომელიც იყო ჩვენთან და ეს ეხლა პოპულარული გახდა შემოსული იტალიური, ფრანგული რაღაც რომელია პირველ ადგილზე. ჩემთვის მაინც პანეტონია იტალიური არის პირველ ადგილზე, ბევრად გემრიელია და ჩვენ იცი რა ქართულს გაია. არა ხო, მაინც ველი გემოგახსოვს თორე ხო? ბიჭო, რბილია ხო ეს პანეტონი? ხო, ხაიროვანია. და ეს ჩვენი, აი მე ეს და იმ ზიმე მინდა და ნიშა შენ ხო არ იცი რატო ქვიათ ამ პასკებს და ქიმწმენდებს იტალიური სახელები თბილისში ყველას. პასკა აი მე არ დავფიქრებულა. ქიმწმენდას აქვია კალკულად.
თბილისში რაც კინოს ხო, იტალიური სახელები. ხო, ყველაფერს იტალიური. ბონჯორნო რაღაცები სწორად აღნიშნე არ? ხობა იტალიამ შემოიტანეს ეგ ბიზნესი. რა ბიზნესია ხა დინარაზე რეცხავდნენ და ხო და დინარაზე რეცხავდნენ და ვიღაცა მაშინ გარესხავდნენ ჟავაში. ვა. ბიჭო არა, იტალიური ეგ შემოვიდა სოფხერიდან, ერევნის ხსნარი არ გახსოვს. გზას უხდება. სახელს ხიმწმენდა ხო რაღაცა ისე სიმღერასავით ჟღერს არა. გერმანული სახელი რო ეკრა აი ეგ და არ მიხვა კაი სახელი მოვიდა. აი ხა ბიჭი ხარ შენ კინძენაში რა თქვა დადი ხარ ხა იტალიური ახალ მქვია რაღაცებს უაწმენდინებ ძირთადანსაც აი ანუ ეს არის იტალიური პასკები გასაგები. რამე სხვა პასკა ვიცით კიდე, რომელიც აი იტალიურს გთხოვ. აი დუბაის პასკა შემოვიდა, სადღაც წავიკითხე. დუბაის შოკოლადი. ხო დუბაის შოკოლადი არის და ვიღაც ეწერა დუბაის პასკა. მე ვიგებ ეთქობა ისაა, ეთქობა ისაა. პასკური პასკა. აიცი როგორ არის ბევრნაირი, ყველა ქვეყანას აქვს როგორც ჩვენ გვაქვს პასკა, მაგრამ მაინც ყველა გავს ჩვენს პასკას. პანეტოს მაინც არც ერთი არ გავს, ესე მგონია. ანუ ის რაღაცა განსხვავებული ტიპია და ეს ანუ პასკა არ არის. იდეაში არც არის პასკა, ხო, და სხვა პასკა რა რაღაცა. იმაში არ წერია ძველ აღთქმაში, რომ პასკა ესე უნდა გაკეთდეს. მე მოიგონეს პასკა და ანუ პასკა რა არის? არც ხინკალი არ წერია, რომ ესე უნდა გაკეთდეს, მაგრამ ხო. ხინკალი არა, რაღაცებს წერია. კვერცხი წერია. საჭმელზე ბევრი რამე წერია იქ. პასკა ცოტა ბევრი. პასკას ყველით მარტო ჩვენ ჭამთ. ჩვენ ჯამი არ ჯამ პასკას. მარტო მე ჭამ. მე ჭამ. მე არ ვიცი. მე უბრალოდ საზამთრო ვიცი ყველით, პასკა ყველით არ გამიდი. ჩაისთან? ჩაისთანაც. შეიძლება. მე უფრო დესერტად პასკა და ყველი ბიჭო პირველი. პასკა და კვერცხი მე არ არის. ცხიან ნალდისოფლო. ცუდი კომბინაციები არ არის. ეგრე შემწვარი კვერცხი შეგიძლია მურაბასთან ჭამო. შვენიერი კომბინაცია. პროსტა ჩვენთვის რა არის მიიღებული და რა არა, მაგას უნდა ვიფიქრე. შემწვარი კვერცხი მურაბასთან ხო. კარგია. გასინჯე მე. რაღაცა გაჭედა და ერორი ამოუგდა. სინჯე მე მარტო საინტერესოა და. ეგეთი უცნაური კომბინაციები ბევრი არის. ხო, ეხა ეგ უცნაური არის. ბევრი კომბინაციებია. აი ყველაზე უცნაური რა გიჭამია? ეგეთი. აი არ მიჭამია, მაგრამ გაგებული მაქვს კარტოფილი შემწვარი და შოკოლადი, ნუტელა შეგიძლია ცოტა მოასხა ზემოდან. და კაი კომბინაცია უნდა ცოტა რატო მიეცი არა, თავის ახსნა აქვს რა მაგას რა. ეგ დაახლოებით ქიმია, ბიოლოგიის დონის ახსნა. ეგ დაახლოებით იქმნის მაკდონალდსის ჩიპსი და ნაყინში რო მაკდონალდსში ეს ნაყინში და ჭამენ ბავშვები და მეც გამისინჯავს და კი და გავს რა ხა იტკბილია, ნუტელას ტკბილია რა. ნუ ბევრი კომბინაციები რომელიც ჩვენ არ წარმოგვიდგენია, მაგრამ ძალიან კარგია და ესადაგება ერთმანერთს. ყველაფერი წაბილწეს. სამზარეულოს ომების ჟიურში დიდი ხანი იყავი, იღულებდით. ერთადერთი ვიყავი, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო. ხო. დანარჩენი იცვლებოდა. დაჭერებ დაწყდნენ. ამ დეგუსტაცია და გუსმანი რო იყო კავენი. იმენ უხუცესი. ეგ კატასტროფების გასინჯვა გიწევდა? აი ხლა ეგ ჩვეულებრივია რომ კატასტროფები უნდა გავესინჯა, იმიტომ რომ არა ხო იმდენად არც აჩვენებენ მანდ ერთი თითო სეზონზე 30-35 წვილი მოდიოდა და რეალურად ტელევიზორში ნახულობ 18-ს ანუ და იმათაც თქვენ არჩევდით ან თქვენ იმათაც ჩვენ ვარჩევდით ზოგი ისეთი კატასტროფა იყო რომ აი მან შეცდით იქ უნდა მზარეულებს გაესინჯათ და მე უკვე შეფებს რა ეგაც მართალი რა კუჭი გიძლებდა თან ოპერაცია მქონდა გაკეთებული არ ძალიან რთული ნუ მაგრამ ბევრს არ ვსინჯო ოდნავ სინჯავდით ხო ეხლა ის არის რა ქვია ის ხო 36 სხვა რაღაცა რო ხო მაგრამ ის ხო და ილუკმო არა ილუკმო მაგრამ ჩაიდე გადმოაფურთხი არა უნდა ილუკმო ხო ნუ ეგ მიმდინარეობს 12-14 საათი და მაგიტომ თქვენ უყურებთ ერთად თორე ისე ხო რა თქმა უნდა ნელ-ნელა ჩადის ნელ-ნელა ასე ეს კატასტროფები გაქვს რამე ანტიდოტებს გაძლევდნენ ანტიდოტებს ხო ცოტა მოსადუნებლად სასწრაფოდ და ვით რამდენი სეზონი იყო 10 ხო 10 გამარჯვებული იყო ფაქტობრივად გახდნენ ცნობილი შეფები ბევრი ამ შოუდან ბევრი არის ცნობილი ხო ეხლა მოქმედი რომ გამართეს თავისი საქმე კაი მანქანები დადიან ბევრი ძალიან 10-ზე მეტი ხო ვერ იქნა არა ბიჭო ვიღაცა ხო შეიძლება ვერ იქნა მონაწილეებით გახდნენ მაგრამ მანქანებით არა მაგრამ სახლები
კარგია ხალხს. ო, კი, ჩვენ სახლებში ჩუქ კარგია. მანქანებსაც, მეორე ადგილზე მანქანებსაც. სანამ ფული იყო და საშუალებაა. გითხარი გავიდეთ ჭანელთ ხო? არა. სახლებს ჩუქნიდნენ და მანქანებს. თან ვინც მოიგებდა. რა მნიშვნელობა აქვს? ამას მაინც მოვწამლავდი. არა, თუ ატყობ რომ ვერ ვიგე. მან როგორ არის პირველი ადგილი სახლი, მეორე ადგილი მანქანა და ესე მოყვა და ფენს მაინც მოიგე. ო რაღაცა. ყოვს. საციხო საქმეზე. ამას მაინც მოუწამლა. უკრაინაში იყავი ბევრი რესტორნის ბრენდ-შეფი, ხო? კი. რო ყველანაირი მიმართულები? არა, ქართულები? ქართული, ისე ბევრი იყო და 12 იყო ქართული და მაგ ქართულ რესტორნებს ყური. იქ არის ქიმწმენდები უკრაინაში. ქიმწმენდები ბევრად მეტი. ოღონდ ნახდი იტალიის სახელები იქაც იტალიურია. შორის არ დამევიდა. აქ დავაკვირდი ისე რომ რატო ქვია მე კარგი რაღაცა დასვირდი. საინტერესო გამოსაყოლებია. აი, ეხლა შენ ამას ვეღარ მოიშორე. რომელ ქვეყანაში წარმოაჩა? საინტერესო. კინცვენდებს დაგაგებინებ. სურათს უხებ და ამას უხსავ. იტალიაში ჩადიხარ და პირველი ქიმწმენდება და ლოს-ანჯელესი. მაიამ. ბიჭო, კიევში სადღაც ვიყავი ისეთ ცუდ ქართულ ისეთი ცუდი ქართული საჭმელი ქონდათ. იმედია ჩემ რომელიმეში არ იყავი ჩემ რომელიმე. შენი არ იქნებოდა, იმიტომ იქ ქართველი განავლელი სამსახური. გავნე. რაც შენ რატო შეხვედი ეგეთში? ბიჭო, ჩვენ სასტუმროსთან იყო და ამათმა მითხრეს დანარჩენებმა, რომ ისო წამოწავიდეთ და თქვენებური საჭმელი ვჭამოთ და ბიჭო, მე ვთხარი არ ვიცი ეს ჩვენებური არა. შევედი საშინელებო. რა იქ რესტორანი. ხინკალი რა თქმა უნდა. საშინელი როგორი ხინკალი. აი, ნუ კატლეტი რო გაახვიო სომში ვინ გაგემრიელი ყოფილი. და მოხარშო. მე ნამყოფი ვარ ეგეთში ამერიკაში. ეხლა თქვა შეიძლება ეხლა აი ველაპარაკეთ იქაურ ემიგრანტ, ნუ იქ ვინ ცხოვრობენ ქართველები და ძალიან პოპულარულია ხა ძალიან ბევრი რესტორანი გაიხსნა ნიუ-იორკში. იხსნება, აი თვეში ერთი იხსნება. ხო, და უკვე ის არის რა, სამ იმაში შედის რა, იტალიური, იაპონური და ქართული რა, სადაც წავიდეთ ამ. დავეწიეთ და ეს ლიბანურები და ისინი ჩამოვიტოვეთ. ჩამოვიდი ლიბანური ახლა არც იყო იდეაში, იქ არა ერთი-ორი არის, მაგრამ ესეთ პოპულარული არ არის რა. ქართული ძალიან პოპულარულია. ტირაჟია, მაგრამ იქაც მაინც დამახინჯებული, აი ძალიან ვერ ვიტან იმას, აჭარულ ხაჭაპურს რა ესე წელავენ რა და რაღაც შოუს რო დგამენ, რეალურად ხო არ არის აჭარული ხაჭაპური და ყველა ეგრე აკეთებს. როგორ იყიდება და იმიტომ ხო ალბათ. იმას რო ურავენ მე წელავენ ესე. ხო, ესე კოვზით აკეთებენ და რაღაც შოუს უდგამენ და იდეაში აჭარული ხაჭაპური. თურქეთში რომ მენაყინე რაღაცები. ეგეთია უნდა მოხდეს და ამოაწყო. აი საერთოდ მეცინება ხოლმე იმნაყი. აუ არც ნერვები მეშლება და ჩავა. მე რა, გული მაგადახდილი მაჩაბე. არა, ერთმა ბავშვმა ჩაარტყა. ხო, ეგეც დანახა. რანაირი ჟიურის წევრია შოუზე, შეიძლება ნერვები. შეიძლება მაგიტო რო გავიარე უკვე და უკვე აღარ მაქვს ნერვი და სული გაქოხე. შეიძლება. საიდან მოხვედი აქამდე ამ სფეროში? რატო წახვედი? გაგიჩი. ჭამა მიყვარდა, დიდი ხა. დიდი იყავი? აი ხა ვითომ არ იცი რო ვიყავი. საიდან ვიცი? რავი გაბაზრებულია რომ 180 კილო ვიყავი და მე 180? რამდენიმე იყავი? ფაქტიურად ორი. რა ალბათ პატარა ასაკში უფრო ხო? ანუ უფრო რა, ბევრად, იმიტომ სამი თვის. არა, იმიტომ რომ დიდ ასაკში მე მაქედა იმიდან დაკლება და არა, 2023-მდე ვიყავი და მე უკვე გავხდი რა. როგორ 2000 პირველად მე შენ როდის გნახე ან ტელევიზორში 2019-ში. და 180 კილო იყავი? არა, 2000 უკვე დაკლებული მქონდა. უკვე დაკლებული ხონდა 110 კილო. მართლა 180 არის ცუდი. არ გენატრება ეს პერიოდი? შენი მეორე მე. რაღაცა ხო არის კარგი იმას თორე. ეხლა ცდილობ და ვეღარ იმატე. სპოტაშურის კი. რომს დიო. პეცკ
მიღწევა. რავი. ისევ ძველ მიშას დაგიბრუნე. არა. მოდი გითხარ რა უპირატესობები აქვს, როცა 180 კილო. არა და თან როგორ ანუ რაღაც შენი მეთოდი გაქვს თუ რამეს მიყევი? არა, ბარიატრია გავიკეთე, მაგრამ ერთადერთი უპირატესობა ბარიატრია კუჭა მოგაჭეს თუ გაგყვეს და მეორე გაუჩვენე. მეორე მიშა გაუჩვენე. სოფელში. კო რა ან სადღაც გადაკარგული არის. უპირატესობა აქვს ის, რომ რაღაცა პუტკუნა ადამიანები რომ მოწონს ვიღაცას, საყვარლები არიან. ნუ საყვარლები არიან, მოწონს და ხარ რიგში, ბევრი ხო არ არის ეს პუტკუნა და ხარ რიგში რაღაც ხუთეულში და რო გახდი ხარ უკვე ასეულში და ისეთი მოთხოვნადი აღარ ხარ როგორც პუტკუნა. რა თქმა უნდა. არა მართლა ეგრეა და ჩემი აპლიკაცია მე როდმე თაყვანისმცემელი ყავდა პუტკუნა რო ვიყავ. რა თქმა უნდა. რა თქმა გეუნები მოგასუქებ. დამიჯერე. აი, რა შევდივარ ყოველდღე აპლიკაციაში და მეუბნება რომ ჩემზე მსუქანი მსოფლიოში არის. და იცი აი მე აჰა. რამდენი 10%. უიმე დედა როგორ დამიკლია. როგორ დამიკლია. და 6-7 იყო ჩემზე მსუქანი და პირველობისკენ მივდიო. კუჭი რო უკან გაიდიდო არ შეიძლება? გადავდე. არ შეიძლება, მაგრამ მიდიდება 80%-ს. ხო, მე არის მაგის ალბათობა. ან თუ არ დაიცავ ხო? კი, მე ვიცავ იდეაში, თორე ალბათობა არის ახლა 80% გასუქდა ისე. მით ჩემთან გაიკეთეთ ის ყველაფერს. ეს ეცეთი სევდიანი ისტორია. ნუ ეხა ინახე მაგის შეიძლება მაგითო კი არ გასული. ნახეს და დიდი არაფერი და ისევ მან მე მეორე ოპერაციაც გჭირდება ის თუ არ ვშეთ ენა უნდა მოიჭრა. რატო? რობერტ ჭამ. შენ ენით ჭამ? არა ენა უნდა მოიჭრა. ხომ არა ენა ბღეჭვის პროცესში ხო ზილავს. არა როგორ მეგობარი როგორ მივიდა საქმე. მადლობა. ბიჭო ეგ ეხა შეფისთვის არ არის კარგი. რა, რომ ბარიატრია ბევრმა გაიკეთა და ყველა გასუქდა და შენ ვერ გასუქდი. ესე იგი ვერ აკეთებ გემრიელს. არა. ყველა გასუქდა. განჯები თავს ვიკავებ, რო არ გავსუქდე პირი. ეს ოფისს არის ამბავი. და მაგცე ყურადღებას. რამე კერძი თუ გაქვს გამოგონებული. ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი. და ყველაზე ის რა არის? შენი ეგეთი კონკრეტული არ მაქვს, მაგრამ ეხლა რესტორნებში რაღაცეებს არ ქმნიან. არ მიყვარს სახელი დარქმევა. რისგანაც შედგება? რაღაცა რაღაცით, ხო? რაღაცა იმით და ამით. იმის ჩურჩით. ხო, იმიტომ რომ ეგ უფრო კარგი მეთოდია, რაღაცა თუ დაგეწვა. აი და უფრო ხახვი დაგეწვა, დამწვარი ხახვი. ხო, მაგოძრები. უმარილო ხორცი წვენში. არ ტრენდულია. წვარი ხახვი შეუტრუსავ გოჭთან. თუ დაგეზარა შენ. დამწვარი გოსტნეული. აუ რა კერძი იმას. მოიგონა. შეუტრუსავი გოჭე. ყველაზე გემრიელი რა მოიგონე? აი ეს არ მახსენდება. აი შენ თავს რომ აღარ. მაგრამ არ არსებობს ეგეთი რამე, რაც მოგონილი არ არის, იმიტომ რომ ბაჟე მოვიგონე მარწყვით, იმიტომ რომ უხდება, თქვათ, მარწყვით კი არა ალუბლით უყურე და ხო უხდება. ხო, ალუბლით, თორე მარწყვი გამიკვირდა. არა, იცი რა. ალუბალი ეხა იცოს. არა, ბროწეულის წვენი ხო უხდება და მეთქი მოუხდებათ ხო და მე ერთმა გააკეთა და მეთქი იდეა მომპარა თქო და იდეა კი არ მოგპარავ შედ ინტერნეტში ჩაწერე კომბინაცია და ამოაგდო ერთი ანუ ყველაფრის კომბინაცია არსებობს იდეაში ახალს აღარავინ აღარაფერს არ იგონი კი კაცო ვეღარ ხო უძველეს დროს ბებია შემიტყო და ალუბალი შემოვიდა მოდიობა შეგავაკეთე მან მეგაკვეს ლექსად ამბობდა ახალი რო იყოს ერთ-ერთი ინგრედიენტი არ უნდა იყოს ის ლექსი როგორ იყო? საკაიფო კაგი გაურითმერთი ის ლექსი რო თქვა ალუბალზე და ბაჟზე აფას დაჟე ალუბალი შემოვიდა დაჟე გავაკეთოთ ბაჟი ესე უნდა ალუბალი შემოსულა ლენ ესე ამბობდა რომელი კერძია მომგებიანი აი რო იტყვი რო აი ნახე პროფესიონალი რა გუფთაში ძმაო დიდი პული ყველაზე დაბალმარჟიანი ხინკალი მაღალ მარჟიანი ხინკალი არ არის დაბალ უბრალოდ ვიცი რომ ძალიან ბევრი იყიდება პირველად ბევრი რო იყიდება მაგ ბევრის ანუ რა წერს ხო მაგას ბევრის ხარჯზეა მოგება თვითონ ძალიან ცოტა შეიძლება 20 თეთრი ჩებოდეს ჩვენ რო გვიგებს რომ რილარი ღირს და კუჭი ჰა და 20 თეთრი და კუჭი რჩება და ისე აბა ზე ნუ ელაპარაკები ადამიანს
ისე რავია, არ ვიცი ეს არ მაქვს გამოთვლილი რომელი უფრო იაფიჭი. ყიყლიყო? ყიყლიყო საწნახე რო იყიდება. აი მაგითო მიყურს რა არის. აი ბიჭო ხო ახლა რომ მეთქვა რომ საყიყლიყო ვერო გახსნა. ხო. ჯერ ისეთ სახელიც კარგი საყიყლიყოვე. ვუარო. თორ შეიძლება ახლა სადაც აპონჩიკია არის ხო გეონები მე ვიყავი მაშინ რა ქვია მაშინ შენ რო წახვედი მანჰეტენზე რაღაც ახალი ფასტფუდი იყო ხო ყიყლიყო ინჟერებს ძალიან უყვართ $20 გადავიხადე ყიყლიყო ბაჭავეს ჭეულები ხო რაღაცები ეყავდა ყველაფერი შეიძლება გახსნა თავრიან მარკეტინგი რა როგორ და აგორებ რომელიც მე არ მაქვს არც ერთი და ამიტომ არ მაქვს ჩემი არაფერი მიტიროთ ძალიან დრომა ისე გავხსნათ მე ერთად რა მოდი მეორე ხსნის უკვე ფული გააძრეთ და გავხსნა ფული ჩვენ გავხსნათ ფული რომ აბა რას აპირებდი მითხარ მე ვფიქრე შეფი აგერ არის ფული ეკნება რაღაცა აბა შეგასაპირე მენეჯმენტი არა მოწდინება ფული თუ აქ და შეფი თუ არის შენ რა შეიძლება იმერული კერძების იდეა არ არის ეს ესეთი მარტივი ბიზნესი აგერ კითხე კაც 180 კილო იყო და ახერას დამსგავს ბიზნესში მოვიდა ეგრე საქაბაბეზე რა რჩევას მისცემთ ადამიანს საკაბაბი ხო გაგში დიახ რა რჩევა არ გასინჯე არა ხოცა შორის თან მეგობრობთ გადაღების იქეთ და მიიქებს უჩი აქ მოჭრი რითი აბრაებს ხო აქედან მივდივარ ჩემთან პატიჟი არა ეს ყველას ეპატიჟება მაგას ვერ დააბრა ხო მაგრამ არ მიყავს ისეთ ხალხს ეპატიჟება რა ჯანდაბა ხო იყავი გაო ყველა ცებატიჟებაო და ზოგს ისე ცებატიჟებაო რა ჯანდაბათ უნდა ვეკავიდე აი წეგა როგორ ჩიდაუზეთ ბიჭი არის ბიჭო ეს სიმართლის მტკბელი ადამიანი მაგიტო უდგევარ მე გვერდში აბა რა იცის სადაჭირო სულ მოვიდე არა ეგ ისა მოდი მართლა გაგასწრებ მაინტერესებს აქებდნენ და რავი გავს დღეს შეიძლება აღარც იყოს არა დღეს აი ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან სტუმრად წარმატებებს გისურვებ ამით სტუმრის ნაწილი დამთავრებულია გადავდივართ მომდევნო ბლოგზე მოვედით წისქვილში ვაგრძელებთ ჩვენი მაყურებლებისთვის მოყოლას იმისი რა ხდება მას შემდეგ როცა ვოლტის აპლიკაციაში გამოძახების ღილაკს თიც დააჭერთ სენსორს დღეს სენსორს კარგი ვაგრძელებთ სენსორს დააჭერთ და დღეს ვართ ვოლტის პარტნიორ ობიექტში სადაც ვნახავთ აი როგორ ამოძრავდება ყველაფერი როცა თქვენ გამოძახებას მიიღებენ იცი რა მაინტერესებს აბა გავიგე რომ ვოლტის პარტნიორ წისქვილში ვარ წისქვილი ტერასაზე სანაპიროზე რის გამოძახებას აპირებ და საიდან რაც შემოვა ჯო მე ხარ ვაპირებ გამოძახებას რაც შემოვა ვნახავთ და გამოიძახე და რომ მოვა და ოპ გამოართვი და გაუკვირდება აი მე ჩემთვის გამოვიძახებ მაგრამ ჯერ ვნახოთ მომხმარებელი რო გამოიძახებს იმას როგორ გაუკეთებ ნახოთ გემრიელობებს სხვა შორის სუნი ჩაულაგებენ გემრიელად ესე წუთებში და რომ მესამართის გარეშე მოვაგენით მე მქონდა ეს ნავიგატორი გამორთე და მე მქონდა თავი გამოყოფილი თვალები დაყუჭული და მარჯვნივ მარცხნივ ვიცახოთ და ბოლოს აურია და ჩიკმა ახლა რომ მოვიდა აქეთ იქით მარცხნივ და გადაწვა შევიდეთ ხურთუკი რატო არ გასცვია ხურთუკი მანქანაში დავტოვე მე არ მეგონა თუ გარეთ მაგრამ მე მაშინ ცოტა ხანი ვიდგეთ ესეთ ობიექტებზე მათბობს სხვა ენერგია მიდი ენერგო ვამპირო და თუ გინდა საღამომდინ აკვიქნე ეს ძველი ქართული მომწონს კნიაზ მიდი გაგვიძეხი
შევიდეთ? შო, გამოვიძახოთ. აქ ნახოთ. აქ არის ჩვენი მეგობარი ალექსი. ალექსი ძმა. ალექსი ძმა და გამოვარჩევიოთ რაღაცებს და ეს დღე ბედნიერად დავტარდება. როგორ გამოცოცხლდა ნახე. სხვანაირად ლაპარაკობს. მანქანაში აი უნდა გენახა მეტამორფოზა აი. ხო გინახია. სიცივეში ხვლიკი გინახავს ძალიან ელარად დადის და თუ გათბა მზეზე გავიდა ანცესთან უცებ რო გამო ესე ვარ მე. მიდი შეხვანცავდი. მოდი თქვენ აქ დადეკით. რახან თბილად კაცია. მე შევა და დაგიძახე. მიდი წავედი. სპეციალურად მოგიყვანეთ არასამუშაო დროს. ჯერ მომხმარებლები არ არიან, მაგრამ ვოლტის მომსახურება უკვე მუშაობს. ჩაეშვა. ხო. რომ აი პროცესები უფრო კარგად დავინახოთ. ბიჭო რა არის? მაგრამ ნახე მე არა ვარ ეხლა. პირველ ლექციაზე ლექტორი მონდომებული არის აი ეგრე. ვთხოვ საფერავი ტივიზე რო ვიღაცა. ვინა როგორ კეთდება აი ეგეთი კაცი. თამადას რო ნიშნავს ვიღაცა. ომახით ესე. პროფესიონალს თხოვოთ. აგვიხსნას ეხლა რა ხდება და როგორ გავიცნოთ ერთმანეთი. თინა? სასიამოვნოა. თინა ყოფილა. კიდე ხართ? გიორგი. გაყიდავის მიმართულების ხელმძღვანელი. ვოლტის გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი. რა მიმართულებით მივდივართ? კარგი მიმართულებით. შემოვიდნენ ისინი? შაკვეთები შემოდის ხოლმე, როგორც კი ობიექტი ჩაერთვება, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად დაუდებთ ჩვენი მომხმარებელი გააქტიურება წისქვილის და პრაქტიკულად ეგრევე არჩერდება პლანშეტი, შემოდის შეკვეთები მუდმივად, მე იწყება ის პროცესები, რაც არის რეალურად შეკვეთის მომზადება, დამუშავება, გაგზავნა და მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ სადღაც 20-25 წუთში ჩაიტიოთ ყველაფერი. ნუ ზოგჯერ ხა ხინკალის შემთხვევაში მოგეხსენებათ ყველაზე გამოძახებადი პროდუქტი ქართული რესტორნების მიმართულებით არის ხინკალი და ხინკალზე ცოტა მეტი დრო ჭირდება ხოლმე, მაგრამ თავარია რომ აი დავიცვათ მაქსიმალურად ხარისხი და ისე მივაწოდოთ პროდუქცია რომ არ დაზიანდეს. ხო, ანუ უმი იყოს ონჩქარა არ არის. არა, რა თქმა უნდა, არა. პასუხი არ არის. ან გახეული. არა, ანუ მაგიტო არის რომ ანუ აქ შემოდის? კი ბატონო, აქ შემოდის, აი შეკვეთები აბა ჩანს. ვინმე ჩემ მეგობარს ხო არა აქ რამე გამოცა. მიადგე. გამოცხადებული რა. როსნური სია არის. ვაი თუ გასაქცევი ვარ. ამას რო ვარდოთ ხოლმე შეგვიძლია. აი ისა შეკვეთაა. კი ბატონო, ეს უკვე დადასტურებულია და ამზადებენ. ანუ საქონლის ხინკალი აქვს ვიღაცა შეკვეთილი ლობიანი ქაბაბი ქათმის და ლიმონადი. ბავშვია. შემდეგზე გადამიყვანე. რო ამოარჩიო რომელიმე. შემდეგზე უფრო მსუხე შეკვეთა მაინტერესებს. დიდი შეკვეთები. და თქვენთან ერთდროულად ხედავთ შეკვეთა. ავტომატურად აქ რაც შემოდის პლანშეტში იგივე ჩანს ჩვენთანაც, ანუ ჩვენ თვითონ სათაოს ოფისიდან რა თქმა უნდა ვაკონტროლებთ ხარისხს. მithumetes ცალკე არის მხარდაჭერის გუნდი, ეგრეთ წოდებული საფორთის თანამშრომლები, რომლებიც 24/7-ზე არიან კონტაქტზე მომხმარებელთან. თქვა შვიძეს ხედან და ერწყმებს ხლაპ. არა. ხულობე რა შეიძლება ისე რა ცუდი სამუშაოა რომ აუ ხინკალი წაიღეს, აუ ქაბაბი გაფუით. ეგ შენთვის. მე ხო შეიძლება ესეთი სანერვიულო საქმე რომ მაგრამ ერთი მხრივ რა არის, იცი, კარგი არის შპარგალკაა რა. აი წაიკითხე შეკვეთაში ხმერულია ვიღაცას. მოათხე ხმერული შევჭამ. კი, მაგრამ მთელი დღე რომ ამას კითხულობ, ხო და არჩევ. რამდენი რამე გინდება. ეხლა რა მაინტერესებს? იმ შეკვეთას უწერია რამდენ ხანში მომზადების დროს ირჩევს კი ბატონო რესტორანი და ობიექტი. რესტორან შეუძლია მიიღოს იქ რომ მიწეს რომ რაღაცა თქვენი შეკვეთა დადასტურებულია, აი აქ აქვე ნიშნავს, რომ შეკვეთა დადასტურებულია, უკვე ერთი პირველი ნიშნავს, რომ მზადება დაიწყო, ანუ დადასტურდა შეკვეთა რომ მიიღო. ეგ მომხმარებელს ავტომატურად ჩანს. მერე არის, როდესაც დაასრულებს შეკვეთას მომზადებს და უკვე ანუ კურიერი მოსული ადგილზე. პარალელურად კურიერიც ხედავს ობიექტმა, როდის დაიწყო მზადება და როცა დაასრულებს, მაგ დროისთვის მოდის და მიაქვს კურიერ შეკვეთა. ამ ყველაფერს ხედავს მომხმარებელი. ესენი რომ დაადასტურებენ
კურიერსაც გამოუჩნდება რომ 25 ავტომატურად ხედავს. იქ ხარ მისასვლელი და კლიენტსაც გამოუჩნდება რომ 25 წუთში შენსაც და იქ რო იწყება ნერვიულობის საათი. ერთი კითხვა. დაუშვათ შეკვეთა შემოვიდა. აი დადო უკვე ხორცი დაუშვა თუნდაც დაჭრას და იმან გაუგმა ესე უკნება თუ უკვე იცით როგორ არის შეკვეთა რომ შემოდის ხოლმე ახალი ფუნქციონალი გვაქვს რომ გარკვეული პერიოდი შეუძლია მომხმარებელს თუ შეცვლა უნდა რამე პროდუქტის ან გაუქმება უნდა აქვს ხოლმე საშუალება მაგრამ ზოგადად ანუ ეს პერიოდი არის გამოიტანა იმან ხორცი ხახვი სანამ დაადასტურებს ესა და ოპა დახედა და კაპანდა დაიწყო. ხო, არა, სანამ დაადასტურებს უშუალოდ რესტორანის შეკვეთას, მანამდე შეუძლია რომ თუ შემთხვევით ვიღაცამ რამე შეუკვეთა და ცვლილება უნდა, გააკეთოს. თუ არა და საფურცლო მიწეროს ონლაინ დახმარებას, როგორც თქვი, ეუბნება რომ გაუქმება უნდა, ან რაღაც ცვლილება უნდა და დაეხმარებიან. საფორტი კიდე მაინტერესებდა დახმარება. აი ვთქვათ, დღეს მეხინგლე გახდა ავად და საფორტში წერო მეხინგლე გამომიგზავნეთ და მოვარდება თქვენი საფორტის მეხინგლე, არა? ჯერჯერობით არ გვაქვს ექსპერიენსი. და როგორი მორიხდება. მონედური ინფორმაციები არ არის? აი ახლა ხალხს ჭრიან. შუალედური ინფორმაციები. არა, ხო. ის ხო არის, რომ აუ ეგეც რო იყოს ისე მაგარი იქნება რა. ანუ ის ხო არის ხო სად არის და უკვე მოდის ხო არის და მან იქნება რო ჩანს და უყურებს ხო ფუტარი როგორ მოძრაობს ამ მანქანა. ემოჯი არის რომ ხინგალი ვარდება. ხო, თან შეიძლება დაამატონ. მეხინგლე გოჩამ უკვე დაიწყო ცომის გაფრთხილება რაღაცა. კარგი ხახვის დამჭრელ ნანულის თვალები აეწვა. წრებლები მოსდი. და იქ შენ იმაზე რომ კაპწრებლები ეცე. ამათი ის ხო არის სტატისტიკა ყველაზე ბევრი გამოძახება რაზეა? რა პროდუქტი? ხინკალი არის რა თქმა უნდა. ხინკალი არის ამ შემთხვევაში ყველაზე ტოპ გამოძახებადი პროდუქტი. კი ბატონო. სხვაგანაც იგივეა თუ ქართულ იცი? კატეგორიაში არის ხინკალი პირველად გიბა. აი რაღაცა შემოვიდა. აი ეხლა შემოვიდა, ესე ხინკალი არის ხალხური ხინკალი არის შეკვეთილი და პირდაპირ აქვიდან ხდება შეკვეთის დადასტურება. დაიცა რამდენი ხინკალი აქვს შეკვეთილი? ხო არ შევთავაზოთ რომ დაამატოს. ოდი დანამაც აქ დავიტოვე. დადასტურდა შეკვეთა, ეხლა ეს მიუვა კურიერს ავტომატურად, გადავცემთ ჩვენს სამზარეულოს რომ დაიწყო მზადება ხინკალის და კურიერი მოვა? კი ბატონო, მოვა. კი ბატონო, აი კიდე შემოვიდა. აჰა. აი დაიცადე? ხო არ გაცდი. ბოსტნეული გრილზი. წვადი და ბოსტნეული არის, მე მგონი ვიღაცა შემო. არა, ეს ხმა აქვს გამომდინარე იქიდან რომ არ გამორჩეს არ გამორჩეს ობიექტს, ანუ ახლა მაგ გადავიდეთ და ნახოთ რომ ამის მერე რა ხდება. ისე ფუსფუსები რა. მე როგორ მოაკითხავენ და წაიღებენ. და მე დადგეს ეს და კაპოს და მეწვე. იქნება გავყვეთ. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, თავად? აი, გეწვიე ჩემ სამფლობელოში. გამარჯობა. ვა, როგორ იდუმალი ხელი შემორჩება ეგ. რა ხდება შენ სამფლობელოში? არაფერი, ისეთი შეკვეთა რო შემოდის. შეკვეთა რო შემოდის, ხდება დიდი ალიაკოთი. ხო. ხდება მომზადების პროცესი, ყველა ხარისკაცი კუძზე კაციო რო ყვირის? კი, მე ვარ. აჰა. მე გავცემ იმ ბრძანებას. გასტურს. გასტურს. სამი კაცი ხინკალზე, ორი კაბაბზე. კი. აი მე რო ნახავ რომ კაბაბზე ერთი ჩახსენი გადაიყვანე. ზუსტად. თინა, სალათი დაჭერი, ესეთი. ეს დრამატული ჩეკი პერსონაჟი. მიჭირავს და ვკანკალებ ესე რომ დარდო. დროზე რო იყო. მე ვიღაცა მოდის ესე შეფ. ხალის გამკეთებლები არ აქვს. კი, აი ეს ზუსტად. და მე ესეთი ვარ. ხალი ამ დროს. ალექს ხორცი თავდება. და ბოლოს ყვირი ვარ freedom. და იმი. ჯერ ხმალს ის. ბევრი შეკვეთა შემოდის. ძალიან. ერთი რესტორანი მარტო შეკვეთებია ცალკე შეკვეთა ერთი რესტორანი. ერთი ჩვეულებრივი რესტორანი რო აიღო ონლაინ ეგ არის. იმდენი შეკვეთა არის. აი, გავიგეთ რომ ხინკალი ყველაზე მეტი ყოფილა. პირველი ადგილი. ყველაზე ეგზოტიკური რა არის ხოლმე? ეგზოტიკური აი ყოველაზე იშვიათად ხო, ოქროში ერთხელ რომ შემოდის. ეგეთი რამე არა მაქვს. თუ რამე არის ეგეთი დიდი ხანია მენუდან ამოღებულია. ეს ნიშნავს რომ ვერ გაიარა ფილმი. ვერ გაიარა, ანუ ადამიანები სხვათა შორის ამას წინათ გამ ჩემი შვილი არის თქვენი მომხმარებელი ხინგლის მიმართულებით. ამას წინათ გამოვიძახეთ და ახალმა შეფუთვამ დაგლიჯა. მან ხო, მეც ძალიან მომეწონა. იმიტომ რომ არ იღვრება კი.
ის არ ემართება რომ თხილად ქენი და რაღაც კიდე რაღაც გენა და რო ხსნით კარგად შენა ხო აი ხო და ეს მე ვარ ადგილზე მომხმარებელი ამაცაც რომ დაგირეკე ადგილზე შეფუთვას ძალიან კარგი იყო ამოდიოდა ოხშივარი იმაზე იძახით ახალ შეფუთვას? არა აი რკინის იმაში ანუ რკინის კი არა იმის მე გაჩვენებ მაგას რაღაცაერი მაშინ ალუმინის პოლუგაშია და ჰერმეტულად იხუფება და დახუპულია რა ძალიან სუფთად არის, ძალიან კომფორტულია შეფისთვის, ზარეულისთვის. ძველები რა უყავით? ძველები უტილიზაციაში გავუშვით. მიგეცათ ბეთანიაში წაიხა. აი ბეთანია როგორ დასაცინი გახდა გიხდება. გახადა თვითონ შენ ადგილას გავყიდიდი მე მაგ ბეთანია. გაკიდე შენი წვერი თვითონ აჯაფსანდელი ხوار აი ვაი მომე მე მექნება ხედია გახსენი მე მექნება ნახე რა მაგარი შე მე ვიცი შენ ნახე თორე ყოველ დღე უყურებ. პური მომაწოდე რა აჯაფსანდა თუაჭე მე დავდოთ იქით ეს სხვისი შეკვეთაა კი. თან რა დავამუღამე იცი ამაში მე ყოველთვის პრობლემა იყო მადლობთ ყოველთვის პრობლემა იყო სახში რომ ეს ყუთები შემოდიოდა და ეს ყუთები მე არ იკეცებოდა და ცალკე როგორ გადავდა ეს ისე ღრუტან კარგად აი ეს რომ გადავადნო რა მე თუ ვერ გამოვიდნენ არა შეგიძლია ინსტრუმენტები ჩააწყო ბოლტ გაიკა რაღაცეები. ხო აი ადრე რო კომპასის იმაში რო იყო შავი ხიზილალის ყუთები რო იყო აი ეს კი არა ხალვის ყუთი ქონდა კომუნისტების დროიდან ეს ძალიან ძველია ეს არის ნიკოლოზის მე ხიზილალამდე და მე აღარ ვიცი. მოკლედ შეგვეთა როგორ შემოდის გავიგეთ დიახ. მე ალექსი შიგნით რა ხდება ალექსი როგორ აორგანიზებს გავიგეთ ეხლა ნახოთ უკვე რო გამზადდება კურიერი რომ მოვა რა საბუთებია საჭირო კი. სიკო ფორმასი რა საბუთებია საჭირო და როგორ შეფუთულს ვატანთ კურიერს ჩვენი ხელით ჩაულაგოთ კი როგორც დედამ ჩაულაგა წითელ ქუდას და გავატანოთ ბებიასთან კი არა მომხმარებელთან შენი მომზადებული კერძები კი ბატონო. ლეგენდარული კურიერი შადიმანი არის ჩვენთან რა რომელიც შადიმანი უკვე მოვიდა მოდი თავისუფალი რო ქონდეს ხე აქ დავდოთ და სანამ შეკვეთა გამზადდება 1-2 სიტყვით რომ მოგვიყვე აი ესე იყო თავისუფლად რო იყო შეხარ ბანდენი ლეგენდა მსმენია ლეგენდა რა რეალობად ვიცით ეგ ამბავი რომ გერმანიაში იმოგზაურე სკუტერის ჩემპიონატის დროს ხო ევროპის ჩემპიონატის დროს შენი სკუტერით ჩემი სკუტერით თბილისიდან დიუსელდორფში 6 ქვეყანა 4000 კილომეტრი 12 დღე ეს არის დელივერის ისტორიაში ყველაზე შორ მანძილზე შესრულებული შეკვეთა ნაკრებმა გამოიძახა ხინკალი ბიჭო ეხლა მუშაობ ეგრე გერმანიიდან რო გამოვიძახოთ რამე რო იყოს კი რატომაც არა წამსვლელი ხარ კი წამსვლელი ვარ ოღონდ ცხელს ხო ჩაიტანე რა თქმა უნდა სადაგზა დაანთებს ხოლმე ჭიაცხელებს წავიდა რამდენი ხანია ამ ამბავში ხარ მე ამავში უკვე 7 წელიწადია რაც ვარ და 60,000-ზე მეტი წარმატებული შეკვეთა მაქვს შესრულებული 60,000 კაცი ხავს ხა რაღაცა კურსები უნდა გააკეთო როგორ 60,000 კაცს აჭამე არა დავაყურე 60,000 შეკვეთა მიიტანა შეიძლება 4 კაცზე ანუ 120,000 მაქსიმუმ წარუმატებელი შეკვეთები რამდენი გქონდა? წარუმატებელი წარუმატებელი რას ნიშნავს რომ შენ თვითონ გაგიხდა შესაჭმელი ეგეთი რამე ყოფილა მიხვედი და არ არიან ძალიან იშვიათად უფრო მეტად ხვდებიან რომ აი უყურებს რუკაზე რომ აი რამდენ ხანში მოვა და ხო ეგ შადიმანიც ობიექტიდან მომხმარებლამდე სწრაფად ეგ მეც ეგრე უყურებ ხოლმე და იქ ბიჭო ეთყობა წითელი შეხვდა გაჩერებული ჩემთან ხო ხარ ნამყოფი დიახ ხარ ყველაზე რთული უბანი რომელია თბილისში ალბათ უფრო ვაკესაბურთან დატვირთული 60 წელი საწობები მაგრამ მე ვიძახი იმას აი მიგნება მოგნებაზე უკვე მარტივია თბილისი მაინც ლოკაციით შეგიძლიათ არ არის ისეთი ერთი წერტილი და უსასყიდლოს 4 კი უცნაური ისინი კი
ეხა თვალდახუჭული შეგიძლია მისამართზე მიხვიდე. ვაჰ, მაგარი ექსპერიმენტია ეგ. ჩემ მოპედს უკვე იმდენ სკუტერს იმდენი აქვს გავლილი, რომ თავისით მიდი შეკვეთებზე, რომ იგივე სკუტერი ყავს ეხა? დიახ, იგივე გერმანიაში ნამყოფი? გერმანიაში და შემდეგ ნაკრები სომხეთში თამაშობდა შარშან და იქაც ჩავედი თამაშთავ ეს არის და ჰარლით უნდა დადიოდი. ჰარლი ძალიან დიდი სკუტერი და ტურისტული კომპანია რო გააქვს. ძალიან უზარმა 200 კაციანი სკუტერი. სკუტერტური. აქედან წახვედი გერმანიაში. დიახ. საჭმელი არ წაიღე, რა წაიღე? წავიღე სპეციალურად საქართველოს ეროვნული დროშა, რომელზეც იყო იმ კომაგების, იმ გულშემატკივრების სიყვარული და ნაკრებისადმი თბილი დამოკიდებულება, რომლებიც დიუსელდორფში ზოგადად გერმანიაში თამაშებზე ვერ ჩავიდნენ და მე ეს ემოცია, ეს განწყობა, ნაკრების ეს სიყვარული გამატანეს, ასე ვთქვათ, მთელი ამ გზის განმავლობაში და დროშაზე ვის უნდა ენდო იყო აღნიშნული თითოეული აი და დროულად ჩაიტანეთ და უკვე გამოვარდნილები გეყავთ. არა დროულად თავი. ჩვენ ხა რას ვფიქრობ, იცი? გერმანიაში ვაპირებ წასვლას და ამას გავყვები. სხვათა შორის სანამ ახლა ჩვენ ლაპარაკობთ, ვიღაცა ელოდება საჭმელს და არა, საჭმელი არ არის მზად. გამზადდება თუ არა, იმ წუთში შადმანი გაქრება. ყველაზე უცნაური რა ყოფილა შემთხვევა რომ ეგ უნდა მეკითხა. აი რაღაცა მიხვედი და ან ვერ მიხვედი კი არა და მიხვედი და სახლი არ დგას. კორპუსი ჩადგეს. აი მიხვედი და ხანდახან არის ხოლმე მომენტი რომ ხედავ ახალი მისამართია მომხმარებელს წინასწარ ურვეკავ რომ რაღაც გაურკვევლობანი შეიძლება სხვა ლოკაციაა და რაღაცა და მეუბნება რომ მოდიო რომ მოხვალ აქ დახვდება და მივიდოდი ახალი კორპუსია და უცებ მართლაც შესახლებული და მიხვედი და ვინც გამოგიძახა გათხოვდა. და წასულია თაფლობის ხარ ჩახრუხაძის 6 აწერია და შემდეგ საწერია 44. და შუაში არაფერი არ არის. 12 არ არის. ხო, ეგეთი კუჩები. ან რაღაცა იქ ყოფილა რომ რაღაცა რა კარგია რომ დროზე მომიტანე, შემოდი და მეწვიე მარტო ვარ. ძალიან ნაკლებად. ყოფილა. სამწუხაროდ. და უფრო დაგვილია და არა საჭესთან. ხო, ეგ არის. ეს რა მაინტერესებს? ისეთ აქ რო გემრიელობები გიდევს, ის სუნია, არ გეთამაშება. მაგიტო უკან რომ იდის. ხო, ისე რჩება. მე ბიჭო, მე მაგალითად უნდა მოიტრიალო ეს. მე ვფიქრობ რომ მე რო ეს მქონდეს კისერს მომიგრიხო რაღაცა პერიოდში. ლიფტში თუ სხვა ბინის მაცხოვრებელი დამემგზავრა თავის ძაღლთან ერთად იზაღლები ნამდვილად. ან ისეთი მეზობლები რო არიან, რო აინტერესებს და უკაცრავად ჭელითებმა რა შეუკვეთეს. კიდე ხინკალს ჩამოვიდე. მოვიდა შეკვეთა? შეკვეთა მზად არის? მოდი ჩავალაგოთ და შენ არ გევალება რომ გადაითვალო ეს და გასინჯო. მილიონჯერ მაქვს ნანახი ამის ჩალაგება, ამოლაგება და ჩალაგება არ მინახავთ არ. მოდი. გავხსენით. ოპა. შელაგდა. ისევე შევდგა სადიმან. კი ბატონო. ესევე იდგმება? კი, იმიტომ რომ როგორც კი რესტორანს აქვს მაქსიმალურად იგივე ხარისხი მომხმარებელმა იგრძნოს შეკვეთის მიტანის დროს რომ როგორც ემოცია აქვს რესტორანში მომხმარებლის მიმართ იგივე განწყობა და რა მაინტერესებს შენ რომელიდან რომელამდე მუშაობ? მე თავისუფალი გრაფიკი მაქვს, ან ჩემი თვირჩევ რა დროს არის ჩემთვის მოსახერხებელი ბიზნესმენი. ის განმავლობაში როდის არის ჩემთვის მოსახერხებელი სამუშაო გრაფიკი. ანუ სკუტერი არის შენი ოფისი, ხო? მიეციეს ადამიანს, ნუ იმას ვიზავთ. დაიხური არ გამიციუდე. აუცილებლად. მომეცი დაგიჭირო, დაიხურეეგა. ნინოს გალახო შენ გაიქეც. გაგიშვა. ვაჰ. ახლა ვიღაცა უყურებს იქ აპლიკაციაში და წარმოდგენა არ აქვს რომ ლაბადეს და კაკაბას უჭირავთ მისი კერძი. მოიკიდე. მოდი. ვაჰ. მოიცა მთავარი დაგვაიტყვა სამჯერ დატრიალდი. და ჩვენ ჩამოვჯდეთ. აბა შენი იცი. აბა ბედნიერად გევა. წარმატებული დღე. წარმატებული. დარეკე რომ მიხვალ. ძალიან კარგად. მოგიკითხე ვისთანაც მიგაკ. აუცილებლად. წავიდა შადიმანიც. შადიმანი და შეკვეთაც წავიდა. ბებიები რო სოფელში რჩებიან, შვილიშვილები რომ მედიან ხოლმე. მოკლედ მივიღეთ შეკვეთა, გავამზადეთ
გაუშვით, ეხლა ჩვენ თავსაც მივხედავ. ჩვენ თუ ამატებ, აქედან შენ თვითონ არაფერი არ გიქ. ყველაფერში მონაწილეობა მეგონა არ გაქვს. ესე ყველაფრიდან ხელს ნუ დაიბან. ის კაცი უკმაყოფილო რომ დაშეს რაღაც პონჩი მე ვიქნები თამნაშავ. მე ნუ გამიკეთებ თავს. შენ არ დაგეძინება ღამე. ხო, დაგიჭერე. კი. მოკლედ თელი ციკლი ვნახეთ, კი. რა ხდება? ხო? დაგვრჩა რამე ნაწილი, ამ ნაწილში არაფერი. ეხა უკვე რომ გამოვიძახებ, სულ სხვანაირად შევხედავ აპლიკაციას. ეხა იმ გოგო მიიღო შეკვეთა, ეხა შადიმანი გამოიძახეს, ეხა ის მე რაღაცა მიწერე და რომელ ოთახში პასუხობენ იცი? კი, ყველაფერი ვიცი. აი ერთადერთი არ გვაქვს ეხლა რო გადასცემ სეგმომენტი და მე გავიქცევ. შადიმანს გავუხვე. გავხემ და კარგი რაღაცები წაიღო. აბაე. ვაიმე შადიმანმა პეტრიშკა წაიღო. პეტრიშკა წაიღო. ხო და ჩავიწერთ როგორ მიიტანს. ხმა გვეკნება. ეხლა რო ჩაიწეროს ისა ეს რამ ხელას რუზრუზებს ეს კაცი. მოკლედ აქ ვიდეო თავდება ამ გადაცემის რა და აქედან უკვე მარტო ხმა შეგიძლიათ მოისმინოთ შადიმანის. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია. გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის.